გამარჯობა, მე ვარ გიორგი და დღეს გვაქვს წარმოდგენილი ძალიან საინტერესო ლეპტოპი Asus-ისგან. ეს არის ROG Zephyrus G16 2025 წლის ვერსია. Asus ყოველთვის ცდილობდა საინტერესო ტენდენციები წარმოედგინა ლეპტოპების სამყაროში. იქნებოდა ეს საინტერესო დიზაინი, კომპაქტურობა, სიმსუბუქე და რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი მონაცემები. იდეალური ლეპტოპი ვიცით რომ არ არსებობს. თუმცა წინა წლის მოდელი თითქმის მიახლოებული იყო ამ წოდებასთან. ასევე ვიცით რომ მისი უმცროსი ძმა G14 14 ინჩიან ლეპტოპებში წლებია უკვე საუკეთესო წოდებას ირგებს. და ძალიან საინტერესოა რა ხდება 16 ინჩიანებში. მოდით ახლა ჩავეშვათ და გავარკვიოთ ეგ ყველაფერი ერთად. დავიწყოთ ამ ლეპტოპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილით, ეს არის მონაცემები. ლეპტოპში გვხვდება Intel Core Ultra 9 ან Ultra 7 პროცესორი. წინა მოდელებთან შედარებით ამ მოდელებს ბევრად უკეთესი ენერგოეფექტურობა და ტემპერატურების რეგულირება აქვს. პროცესორში არის სპეციალური განყოფილება AI ფუნქციებისთვის, რაც იდეალურად თანხვედრაში არის Windows Copilot-თან. ბევრად უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და ბევრად უფრო სწრაფად ხდება ყველანაირი ბრძანების შესრულება. ვიდეო ბარათსაც შეეხება ხვდებით RTX 50 სერიებიდან. ყველაზე გამაქსულ ვერსიაში კი არის RTX 5090 ვერსია. AI ხდება ვიდეო ბარათის განყოფილებაშიც. ზუსტად DLSS 4 მოდელში frame rate-ის გაზრდა შესაძლებელია 4-ჯერ, ისე რომ ხარისხი არ იკლებს. შემდეგი ინფორმაცია კი ვიდეო კრეატორებს ძალიან გაგიხარდებათ, იმიტომ რომ ამ ვიდეო ბარათში არის ჩასაერთებული 422 ვიდეოების სპეციალური დეკოდინგ სისტემა, რაც ბევრად უფრო ეფექტურს და სწრაფს ხდის 4K 60 FPS-ის 422 კოდეკის მქონე ვიდეოების დამუშავებას. რაც დამეთანხმებით ძალიან მაგარია. ოპერატიულ მეხსიერებასაც შეეხება, ხვდებით LPDDR5X, რაც აქამდე წარმოუდგენელი სიხშირით არის წარმოდგენილი, რაც აქამდე საერთოდ არ შეგვხვედრია ლეპტოპებში. გამაქსულ ვერსიაში ხვდებით 64 GB RAM-ს და 2 TB NVMe SSD-ს. ის კომპონენტი, რომელიც ამ ლეპტოპს მართლაც უნივერსალურს ხდის, არის მისი გამოსახულება, რომელიც არის ულამაზესი. არის OLED ეკრანი 2K 240 Hz. ფერთა სიხშირე არის ძალიან ღრმა და არის ულამაზესი ანიმაციები. დეტალურად კი ეკრანის მონაცემებს ცოტა ხანში გაგაცნობთ. დიზაინის მხრივ Zephyrus-ის ეს მოდელი ბევრად უფრო სადად გამოიყურება თავის წინამორბედებთან შედარებით. ის არის კომპაქტური, თხელი, აქვს ალუმინის ჩარჩო, რაც პრემიუმ ხარისხის შეგრძნებას გვიტოვებს. კლავიატურის გამოყენება ძალიან კომფორტული არის და ძალიან კარგად არის განლაგებული. პორტებსაც შეეხება, ხვდებით HDMI 2 და 1, რომელიც იძლევა გარე ეკრანზე 4K 120 Hz HDR გამოსახულების გადატანის საშუალებას. USB-C პორტი, Thunderbolt 4 და SD ბარათის წამკითხველიც. მოდი ახლა გამოსახულებას ცოტა უფრო დეტალურადაც შევეხოთ. ფერთა სივრცე წარმოდგენილი, რაც არის DCI P3-ს მთლიანად ფარავს. ცნობისთვის ინტერნეტ სივრცეში გამოყენებულია მხოლოდ sRGB ფერთა სივრცე, რაც DCI P3-ის მხოლოდ 75% არის. ეკრანის განახლების სიხშირე, როგორც ვთქვით, არის 240 Hz. და რას ნიშნავს ეს? ეს ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის ზოგადად ბრაუზინგს ან ნებისმიერი ანიმაციის ყურებას. ფერები კი არის დაკალიბრირებული Pantone-ის ფერთა პალიტრაზე დაყრდნობით. და ედიტორებისთვის, დიზაინერებისთვის ერთი დიდი სიამოვნება იქნება ამ ლეპტოპზე მუშაობა. რეაგირების დრო არის 0.25 მილიწამი. ცნობისთვის აქამდე 1 მილიწამიანი რეაგირების დრო მონიტორებზე იყო საოცნებო გეიმერებისთვის, ხოლო ამ ლეპტოპში არის 0.25 მილიწამი. კლავიატურასაც შეეხება, მისი აწყობის ხარისხზე არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. პირადად ჩემთვის განლაგება არის ძალიან კომფორტული და იდეალურია. თანაბრად არის განაწილებული სიმყარეც მთლიან კორპუსზე. Touchpad-საც შეეხება, ის არის ძალიან დიდი და კომფორტული და ძალიან კარგი ფიდბექი აქვს დაჭერის დროს. SSD სიჩქარეებსაც შეეხება, წაკითხვის სიჩქარე არის 6.2 GB წამი, ხოლო ჩაწერის სიჩქარე არის 5 GB წამი. ახლა კი გეიმინგ ლეპტოპისთვის ყველაზე საინტერესო ნაწილზე უნდა გადავიდეთ, რაც არის მისი წარმადობა. ერთი ვიდეო ყველა კომპონენტზე სასაუბრად სამწუხაროდ არ გვეყოფა, მაგრამ ცხადია, მის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს გაგიზიარებთ. პირველი დავიწყოთ გეიმინგით. უმაღლესი პარამეტრებით QHD რეზოლუციაზე და Ray Tracing-ის უმაღლესი მონაცემებით შედეგები შემდეგნაირია. Final Fantasy Me-15 103 FPS, Baldur's Gate 3 103 FPS, Cyberpunk 2077 Phantom Liberty Edition 83 FPS. ახალ გამოსულ ყველა AAA თამაშს 60 FPS-ზე უმარტივესად გათამაშებთ. ტემპერატურასაც შეეხება, ხვდებით 3 სხვადასხვა გაგრილების რეჟიმს: Silent, Performance და Turbo Mode. რეჟიმების მიხედვით იცვლება პროცესორის და ვიდეო ბარათის სიხშირე და ფანების სიმძლავრე. გეიმინგის დროს უმაღლეს პარამეტრებზე საშუალო ტემპერატურა არ გამხდარა Silent Mode-ში 68 Celsius, Performance Mode-ში 76 Celsius, ხოლო Turbo Mode-ში 74 Celsius. რაც ძალიან კარგი შედეგია. ასევე სერიოზული სიახლეა Windows ლეპტოპისთვის დინამიკების ხმა, იმიტომ რომ ვიცით რომ წლებია Windows ლეპტოპებში დინამიკები არც ისე ძლიერი იყო.
თუმცა მოცემულ მოდელში დაბალი სიხშირეები და ზოგადად სიმძლავრე ბევრად განვითარებულია. ასევე უჩვეულო მაჩვენებელია ელემენტის სიმძლავრე გეიმინგ ლეპტოპში. ბრაუზინგ ტესტისას საშუალო განათებაზე 540 წუთი გაძლო, რაც დამეთანხმებით გეიმინგ ლეპტოპებში ძალიან იშვიათად გვხდება. საბოლოო ჯამში თუ თქვენ ეძებთ ძლიერ და სანდო ლეპტოპს, რომელიც გამოსახულებით და თავისი წარმადობით იდეალურია შემოქმედებითი ხალხისთვის, მაშინ ეს ლეპტოპი თქვენთვისაა. G16 ცდილობს რომ იყოს ყველაფერი. საუკეთესო კომპაქტური გეიმინგ ლეპტოპი, ეგრეთ წოდებული creator ლეპტოპი, ბიზნეს და ყოველდღიური ლეპტოპი სადა დიზაინით. Asus-მა მოახერხა და კომპრომისების გარეშე შეძლო რომ ჩაეტია ასეთი წონის და მოცულობის ლეპტოპში ყველა ის მონაცემი და ფუნქცია, რომელიც საჭიროა ყველანაირი მოხმარებისთვის. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ რაიმე სახის კითხვები გაგიჩნდათ, დაგვიტოვეთ კომენტარი და სიამოვნებით გიპასუხებთ. ხოლო თუ გაქვთ რაიმე სახის სურვილი ან რჩევა, თუ როგორი სახის ტესტს ან შედარებას იხილავდით, აუცილებლად გაგვიზიარეთ. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ვიდეოში მითითებულ მულს, მე კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.